რატო წავედი საერთოდ მაგინიც? თბილისში გაიმართა ერთადერთი უნიკალური Mitsubishi, რომელიც აი ესე გავაკეთებ და ბავშვობაში დაგაბრუნეთ. მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება კომპანია USAID Georgia და მათ ხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეხლა იმ ბაბაზე ვიტყვი ინფორმაციას. ხო, როგორც გითხარით USAID Georgia და იმ ბაბა დამეკופნენ, ვისაც გიყვართ ჩინეთიდან ამანათების გამოწერა, ძალიან მაგარი სიახლე აქვთ. აღწერაში არის ლინკი ვიდეოს ქვეშ. მაგ ლინკით რო დარეგისტრირდებით, აქვთ რეფერალური სისტემა. ანუ თქვენ ლინკს რო გაუზიარეთ მეგობარს, მიიღებთ კრედიტებს, რო დარეგისტრირდეთ. და ყველაზე მაგარი რა არის, რომ USAID Georgia-ს აკაუნთის მიღმა შეგიძლიათ რეგისტრაციის დროს პირდაპირ მისამართებში რო შეხვდეთ და თავისით აკოპირებს ჩინეთის მისამართს და სვავს. და ყველაზე მაგარი რაც არის, როცა მოდის საწყობს თქვენი ამანათი ჭირდება ხოლმე დეკლარაცია უნდა გაატაროთ რა და 24 საათს გაძლევენ მაგისთვის და იმდენად მაგრად გააკეთეს ეს ყველაფერი სისტემა რომ დეკლარაციასაც თვითონ აკეთებს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ განხილვა არ გვექნება. ხო. არც აწყობა გვექნება, არც ერთინობის პროექტები არ გვექნება. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ივენტზე საქართველოში. თბილისში გაიმართა ყველაზე დიდი ფესტივალი საავტომობილო თემაში. ანუ განსხვავებული ავტომობილები, რაც ყავს საქართველოში, გადავიღეთ ისინი და ეტაპობრივად გაჩვენებთ. პირველ რიგში არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, გააზიარეთ და კომენტარები დაგვიტოვოთ. მოგესალმებით. მადლობა USAID Georgia-ს მხარდაჭერისთვის არხის განვითარებაში როგორც გვეხმარება. გუჯამ სწორი შენიშვნა გააკეთა. ერთადერთი ის არის რომ ინფორმაცია მივაწვდით. მაგ ივენტზე ხო რაღაცა გარკვეული ნაწილი იყო იმ ავტომობილების მე ვიცი რატო იყო ეგრე. ხო. და მაგასაც ვიტყვი რატო იყო. პირველი ივენტი იყო. ხო, მართლა ეს მანქანა რატო გვიდევს, როგორც მიხვდით, თვის ბოლო პარასკევი არის და ვიდეოს ბოლოში გავათამაშებთ ამას. გავათამაშებთ არა, წესებს ვიწყით, კი ბატონო. გავათამაშებთ მომავალ პარასკევს. მომავალ პარასკევს, კი ბატონო. მაგიტომ კომენტარები აუცილებლად გვჭირდება, რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ. აი იქიდან მე რაც დაბეჭდილებებით წამოვედი და როგორ მაგაზე ეხა ვისაუბრებ. მარტო მე არა, რა თქმა უნდა მეც. ზოგადად ყველა ვინც იქ ვიყავით, რაც დაბეჭდილებები მივიღეთ, აი ძალიან მაგარი თვითონ ავტომობილები იყო, რამოდენიმე ავტომობილი იყო სასწაულად გაკეთებული რა. კი ბატონო, მით უმეტეს აი მოდი აი მაგ ვიდეოებს გადავხედოთ, ჩვენ რაც გადავიღეთ. ხო, სხვათა შორის ძალიან ბევრი თანამედროვე მანქანები იყო. კი. აუარება კორვეტები იყო. აუარება მუსტანგები იყო. კი, ჩელენჯერებიც. კი ბატონო. ძალიან მაგრები. კი ბატონო, ძალიან მაგრები. ხო. ძალიან განსხვავებულები. კი. აი ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ცერვა კორვეტი. ხო. მე ძალიან მომწონს C7 კორვეტი. აი მაგის წინა ცერვა კორვეტი, აი ცოტა ლამბორჯინის, ცოტა ფერარისკენ არის და ცოტა ისე ვარ, მაგრამ ერთი ფერი მართლა ძალიან ცერვა კორვეტი იყო ერთი. ფერი ქონდა სასწაული, აი წითელი იყო, მაგრამ სხვანაირი წითელი იყო რა. როგორც კი დავინახე ეგრევე ყურადღება, ხო იცი რომელზეც ხო ხდები რომელზეც. აი ეგრევე ყურადღება მიიქცე. აი ფერარს რო განსაკუთრებული წითელი ფერი აქვს ხოლმე რა. აი იმაზე მაგარი ფერი იყო. ხო, მოდი რახან ახლა ჩვენ ამერიკულ მანქანებზე ვსაუბრობთ, გავაგრძელოთ კიდე ისე ვიცი ამერიკული. ხო. ყველაზე ძალიან მაგარი სხვათა შორის ორი ცალი ვნახეთ თანამედროვე ჯიპი. კი.
ერთი 80-იანი წლების თეთრი ფერის კი, ძალიან მაგარი. და ძველებურები. კი. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ვილისები. ორი ვილისი იყო და დანარჩენი იყო ვილისის. ორი არა, 4 ვილისი იყო და ერთი იყო რუსული წარმოშობის. ხო, 4 ვილისი იყო. არც ვიცოდი 4. ეს ძველები ხო? არც ვიცოდი, არა, ვიცოდი რომ ვილისი ყავდათ. კი. მაგრამ 4 ცალი თუ იყო, არ ვიცოდი. კი, და სხვათა შორის 4-ვე ძალიან მაგრად შენახული და რესტავრირებული. კი. ერთის ისტორია ვიცი, როგორ დაარესტავრირეს და გააკეთეს, უბრალოდ მე ვერ მოყვები ინტერნეტში დასერჩეთ და ნახეთ. კი ბატონო, დევს. ხო, და ის რუსულიც რო იდგა, ანუ აქედან ეს გააკეთეს პონტი იყო რა. ხო. და ისიც სხვათა შორის მაგარი იყო, იმიტომ რომ ისიც შენახული და კარგად გამოიყურება. კი ბატონო. ხო, და არ დაგვავიწყდეს რაპტორი. ხო. რაპტორი არის განსხვავებულად იდგა. რაპტორი არის ჩემ ფორდი ზოგადად როგორც იცით, ჩემი საყვარელი ბრენდია. არა, ხო, მაგრამ ნუ აი როგორ იცი, რაპტორი მე ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო რამისკენ ვიხდი. არა, რამის რა TRX-იც ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემ პონჩი რაპტორი. ეხლა გადავიდეთ გერმანელებთან. ეგ საერთოდ აუარება BMW-ები, კი. ერთ რაღაცას შიგადაშიგ მერსედესები, მერსედესები ცოტა იყო. კი, აუდიც ცოტა იყო სხვათა შორის. ხო. და რახან BMW-ით დავიწყე და თან აუარება ვთქვი, ხო? გავამახვილოთ ყურადღება, დავიწყოთ 70-დან. ხო, მწვანე. პირველ რიგში მწვანე 70. ხო, განსხვავებული ძრავით. განსხვავებული ზოგადად 70 ხო ძალიან მაგარი მანქანა, მაგრამ მით უმეტეს რომ ფერიდან გამომდინარე ყველაზე მაგრად ჩვენ წითლები მოგვეწონა. მეც და შენც. წითლებს ჯერ არ ვიძახით რეები იყო. მოდი რაღაცას ვიტყვი რა. აი BMW-ები ხო ძალიან ბევრი იყო. კი. წინა ვიდეოში, M4-ის ვიდეოში. F82 M4-ის ვიდეოში. ამან თქვა რომ F82 M4-ო კაბრიოლეტი მომწონს. კი. და ესე გავიხედე უკან ვიყურები და შავი F82 M4 კაბრიოლეტი მიდგას რა. შევხედე, ანუ მაგრად მომეწონა რა. კი ბატონო. და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, მაგის წინ ის კადრი არ აქვს, ის გადაღებული არ არის. დგას M4 G82. აი, ცხბირის თემას და რაღაცებს ხო ვიძახდი რა მეთქი რაღაცა ის ძველი თემა ჯობია და რა. ჯობია. ბაზარი არ არის, მაგრამ ახლოდან რეალობაში რო ნახე, ცუდი არ არის. ხო, მართლა ამერიკელების ეს უნდა მოვიწყდა კადილაკი რო იდგა იქ. ხო, ეგ მაგას ჯერ არ ვარ. ხო, ნუ ეგ ბოლოცა ვთქვა ის ძალიან განსხვავებული რარიტეტები რო იყო. ის შემოწურდა. ხო. იახტასავით რო შემოვიდა. ხო. E30-ებზე ვილაპარაკეთ. ხო, სხვათა შორის ერთი რაღაცის თქმა მინდა. ხო. მერსედესები არის. სულ 190 იყო, 124 იყო. და ახალი GT იყო. ახალი GT-ც იყო. ხო, ცოტა იყო, რამდენიმე იყო. კი ბატონო, გეთანხმები. ხო, მაინც BMW-ებზე ვსაუბრობ. რაგი, მე ვსაუბრობ, შენ Mercedes-ზე დაიწყე ლაპარაკი. არა, უბრალოდ აღნიშნე რომ ისა. ხო, არა, რა იცი ახლა. აი, უცებ ჩემ ბავშვობაში გადავარდი რა იქ 30-ები, 36-ები, 34-ები. აი, როგორ იცი თვალს უხაროდა რა მაგ მანქანებს. არა, მე მიხაროდა, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში ეგ მანქანები და ვერცხლისფერი 46. სასწაული. კი. ძალიან მაგარი. ნუ მაგ მანქანაზე მართლა ვიждები მე. ძალიან მიყვარს ეგ მანქანა. E46-ის ვიდეოები იცით რომ გვიდევს. განხილვების რომელიც გესიამოვნებთ, კიდაც CSL-ის. მით უმეტეს რომ არანაკლებ თანამედროვე BMW-ები იყო ბევრი, საკმაოდ ბევრი იყო. ხო, Audi 80 ეგეთ ჩემი ბავშვობის დროინდელი იყო. აუ, ის ყვითელი Audi მომეწონა მე ძველი მაგარი რესტავრირებული იყო ძალიან. ხო. ყვითელ დისკებზე რო იდგა. ეგ ხო, ნუ ეგ ვაფშე ეგ მანქანა საერთოდ ჩემხელა არის ასაკით. კი, 71 წელი. ძალიან მაგრად სხვათა შორის ინტერნეტში მქონდა მაგ მანქანის სურათები ნანახი და ძალიან ესე ხო, აი რესტავრაცია ძალიან კარგად ქონა გაკეთებული, საღებავიც კარგად იჯდა. ხო.
რაც აი მართლა ძალიან ისეთი ემოციები დაგვრჩა რა მაგრამ მე ვიტყვი კიდე თან დაკავშირებით სანამ ყვითელ ფერზე ვართ იქ იყო რა თქმა უნდა იაპონური მანქანები კი ბატონო ერთ-ერთი გამორჩეული რომელიც მე ძალიან მომეწონა მარტო მე არა ყველა მაგ მანქანას უყურება 240 დაცუნი აი ძალიან მაგრად გაკეთებული იყო რა კი ბატონო აი როგორი ის ქონდა იცი აი კინოებში რო არის რა რო გზინავს კინოებში კი არა ავტოშოუებში რო არის ზუსტად აი ხო ავტოშოუ ზუსტად ეგრე იყო აქედან მე პატრონის ძალიან დიდი პატივი შემა იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგრად იყო გაკეთებული ეგეთი რესტავრირებული არაფერი არ მინახავს ხო მით უმეტეს რომ მანდვე იდგა ბენტლიც იდგა ფორდი იდგა მუსტანგი მახ-1 კი ხო ძალიან მაგრები იყო ეგეც მაგრამ აი როგორ იცი აი ეგ დაცუნივე ყვიროდა რასაც ფერმა მიიქცია ყურადღება ზუსტად ვიცი რა და მაგ თვალიერებაში ვარ და უცებ შემოდის იახტა ხო განსხვავებული მწვანე ფერის აი კადილაკი ხო კადილაკი აუ ეგ ვაფშე პიკი იყო ხო და არ დაგვავიწყდეს კიდე შევროლეთი იმპალა ხო ბეჟი ფერის იცით რომელი იმპალა აი იმ ლეგენდარულ კლიპში რო არის 61 წლის ლოურაიდერი სტილ დრიში რო აი ზუსტად ეგ იმპალა იყო ოდი წითელია კი უბრალოდ რატომღაც მაგის გადაღება გამოგჭა მაგაზე ბოდის მოგიხდით ხო მაგები იმდანაც ემოციებში ვიყავით რომ ზოგი კი ბატონო კიდე რა იყო საინტერესო ხო მაგას ეგ ბოლოს შეგვიყავით მაგას მე მაგ მანქანის გულისთვის წავედი ხო ну არა იქ თანამედროვე ბენტლი იყო კიდე ორფერში გაკეთებული სხვათა შორის პატრონს ვესაუბრო კი ბატონო მაზერატი მშვენი ძალიან მაგრად გაკეთებული ძალიან მაგრად გაკეთებული და მანდვე თავარი რატო წავედი საერთოდ მაგ იმენს საქართველოში ჯერ მანქანას არ ვამბობ არის ერთადერთი უნიკალური Mitsubishi მოდელსაც არ ვამბობ ერთადერთი უნიკალური Mitsubishi რომელიც აი ესე გავაკეთებდა ბავშვობაში დაგაბრუნეთ ბრაიანის ეკლიპსი გამოჩნდა პირველად მაგ იმენზე კი ბატონო და აი ზუსტად მაგიტომ წავედი რომ ეგ მანქანა მენახა პატრონსაც ვესაუბრეთ ძალიან მაგარი რესპექტი ჩვენგან იმიტომ რომ ჩემთვის ყველა მანქანა მაგარი იყო მაგრამ ეგ რო შემოვიდა გადაკეტა და ვერაფერს ვეღარ ხედავდი აუ მართლა და სხვათა შორის რასაც დავაკვირდით ხო იქ ხალხი დამთვალიერებლები რატომღაც ყველა მანქანისკენ წავიდა იმდენ ისეთი ყურადღება რეაქციებს ვაკვირდებოდი სპეციალურად რა რომ მარტო მე ხო არ მხვდება თუ აი ძალიან მაგარი მანქანები იდგა მაგის გვერდზე მაგრამ მაგას რო გავულეთი გვერდზე და რაღაცა ცოტათი თუ გამოჩნდებოდა თვალში სხვა მანქანას ვეღარ უყურებდი იმდენად მაგრამ მით უმეტეს რომ თუ დააკვირდი მაგის საპირისპირო მხარეს სუპრა იდგა ხო სუპრა იდგა და თან მაგრად გაკეთებული თან ძალიან მაგრად გაკეთებული და იმდენად განსხვავებული იყო ეს ეკლიპსი რომ იმ სუპრას სილამაზეს ფარავდა ეგ სუპრას სტაფილოსფერი რო ყოფილიყო ეგეც მიიქცევდა ყურად რა თქმა უნდა სტაფილოსფერი იცით რატო ვთქვი მაგრამ მაგ ეკლიპსმა ყველაფერი გადახაზა რა შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ ეგრე იყო ხო ნუ კიდე რა შეიძლება ითქვას ხო მაგ მანქანები მაგ ივენზე ხო მოტოციკლეტები ხო არ დაგვავიწყდეს აუ ძალიან მაგარი მოტოციკლები ძალიან მართლა ძალიან იდგა ჰარლები ინდიანები კიდერები რა ბოდის მოვიტყო ხო ვერ ერკვევა მოტოციკლეტებში იმდენად ვერ ვერკვევი მაგრამ ნუ აი ისეთი სილამაზეები იყო რა ზოგ-ზოგიერთ მოტოზე მართალი გითხრა თვალი დავრჩა ისეთი ლამაზები იყო რა ნუ ეგრე გამოვიდა რომ აი მოტოციკლეტების სხვათა შორის დიდი ნაწილი ოლდები იყო კი უმეტესობა რამოდენიმე ცალი იყო თანამედროვე მოტოციკლები ის შოუს პონტში იყო დრო ესეთებიც არსებობს კი ბატონო ხო და ერთ ცალი სკუტერიც კი იდგა მაგათთან ერთად და მე რა მომეწონა იცი
ძველ სტილში გაკეთებული თანამედროვე ინდიენები რომ მოვიდა. ხო, კი. აი ორი ცალი რომ მოვიდა. ხო, ქართულად იყიდება ეგეთ. აი ინდიენის ცენტრში რომ ეგენი ინდიენები იყო თუ ხარლები იყო? ინდიენს გავდა. ხო, ნუ აი მაგაში უკაცრავად ბოდის მოვითხოვ, მართლა ვერ ვერკოვით რა. უბრალოდ ეგ კადრი მე მგონი არ ყო აქ. არა, მაშინ ცალკე ვიჯექით. ხო, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იყო, იცით აი გადაღება ცოტა ისეთი თემა იყო რა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ხო და ერთი მეორეს უსვლიდნენ იქ გადაღებებშიც და სიარულშიც და ასე შემდეგ. ხო, ნუ ესეთი თემა იყო. ხო. მაგრამ მე ვამბობ რომ მან წასვლა ღირდა, იმიტომ რომ ხო, სილვია კიდე განსხვავებული ფერი სილვია იყო ძალიან. ყურადღება მიიქცია ეგრევე. კი. აი, მაგარი მანქანები. რაც მეტი ეგეთი იმენთი გაკეთდება, მით უფრო მაგარი. ხო, აი როგორი ცით რომ მით უმეტეს ბოდიში გაწყვეტინებ, ძალიან ბევრი ავტომოყვარული ყავს საქართველოში. ფაქტი სახეზია აუვალება მანქანა დადის თბილისში და საერთოდ საქართველოში. და ძალიან ბევრი რარიტეტი არის. კი, რომლებიც რომ აი არ ვიცი ახლა მეპატრონეები რამდენად დამეთანხმებიან მაგ საკითხში და რომ აი რარიტეტი რომ გამოაჩინონ, ხო? ხალხმა ნახოს, სხვათა შორის ცუდი ნამდვილად არ იქნება. არა. მოდი ეგ რაღაცას ვიყი რა. აი უბაზე რომ მაგარი მანქანები ახლა. ზუსტად ეგეთი მაგარი მანქანებია თბილისში ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ნანახი მყავს. კი. კი, თან მით უმეტეს ხო, აი ასაკი რო ვთქვათ ავტომობილებისა იწყება 20-30-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის და მთავრდება თანამედროვემდე. კი. იმდენად რარიტეტული მანქანები არის. გინდა აიღე ძველებური ბენტლი აიღე, გინდა აიღე აგერ ბუგატი რო გიდგას ხო ის რეპლიკა ხო რეპლიკა მე რა ხო არის ხო სხვათა შორის შელბი კობრას ველოდებოდი რეპლიკას და არისო ხო ელეონორიც ყავს ელეონორი ვინც არიცით ის ლეგენდარული ელეონორი გატაცება 60-წამში რო მემფისის მითიური მარკა კი ბატონო გინდაც ის აიღე დოჯვაიპერი ძველი გამოშვება ლურჯი თეთრი ზოლებით ეგ მე ჩემი თვალით მაქვს წითელი ზოლითაც ჩამოიყვანეს ნაცრის ეგ უფრო მერე გამოშვება მე რა მოიპერე ხო მაგრამ ისა იმინა 90-იან წლებში პირველი გამოშვება კიდე ერთი მანქანა არისო და გამიკვირდა Peugeot 406 ტაქსი ასყობილი ყავ ნუ დამთავრებული არ არის მაგრამ კარგ ვიზუალზეა რა ეგრე ის არისო დამთავრებული ეკლიპსიც მაგრამ მოიყვანა ადამიანმა და გვაჩვენა. აუ ძალიან მაგარი მანქანა იყო. ფაქტია რომ ივენთი ცუდი ნამდვილად არისო. არა მე მაგრად გავიხდი. ხო. ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ივენთის ორგანიზატორებს მადლობა ჩვენგან. და მანქანების მეპატრონეებს. მანქანების მეპატრონეებს საერთოდ. ყველამ რომ ახლოს მიგვიშვა და გადაღების საშუალება მოგვცა. კი ბატონო. და მართლა საერთოდ თუ გინდათ რომ ბავშვებმა ისწავლონ ნამდვილი მანქანები როგორები არის და მანქანის სიყვარული თუ გინდათ რომ ჩავანერგოთ ეგეთი ვინთებზე ატყობთ. კი ბატონო. მე დავინახე ბავშვებთან ერთად რომ მოსული. და სხვათა შორის რაც უფრო ხშირად ჩატარდება მაგდაგვარი ივენტები მით უფრო კარგი იქნება. და სხვათა შორის მე მგონია რომ უფრო ბევრი მანქანაც მოგვაქვს. კი და მით უმეტეს თუ საერთოდ ტრადიციად ჩამოყალიბდება ხო ეგ ვაფშე უკეთესი. ჩვენ კიდე ჩვენი მხრიდან გავაშუქებთ. კი ბატონო. კარგით, მე მგონი მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ეხლა განსხვავებული ვიდეო. ხო, ეხლა დაუბრუნდეთ გათამაშებას. ეხლა თანამედროვე უბაში დავბრუნდით ფესტივალიდან ფორმულები. ჩვენ ტრადიციას არ ვარღვევთ ისევ. ვათამაშებთ რატომღაც ძალიან გაგვიჯიოთ და ეს მანქანა არ უნდა ჩვენგან წასვლა რატომღაც. ალბათ დაიმახსოვნა. ხო. როგორ ვიყიდე. ხო.
თან მით უმეტეს ეს ფერი რო გინდოდა ესეთი იმით გაფორმებით. ეგ ბაჰრენის გამრის კი. 2022 წლის ბანკ ბაჰრენის გამრის სპეცლიური არის, ვინც არიცით. ხო. ვალტერი ბოტასის ბოლიდია. კი ბატონო, მოყევი ახლა ის წესები. ხო. როგორ უნდა მივიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა? პირველ რიგში არხი გამოწერილი უნდა გქონდეს, ზარის ღილაკი გააქტიურებული, ეს ვიდეო დალაიქებული, უნდა გავაზიაროთ Facebook-ზე, საჯაროზე, კომენტარი უნდა დავტოვოთ, ერთი კომენტარი აუცილებლად, იმიტომ რომ რენდომაიზერი გადაწყვიტავს ვინ მოიგებს და 5 და 10 და 20 კომენტარს აზრი არ აქვს ერთი აკაუნტიდან. არ ჩაგითვლით თვითონ პროგრამა რატო ერთს ამოირჩევს, ხო? ხო, ანუ 20 ერთი და იგივე რო იყოს 20-დან ერთს ამოაგდეთ. ხო. ხო, თავარი Facebook-ის გვერდი უნდა დავალაიქოთ, Instagram-ი უნდა გამოვიწეროთ, TikTok-ი უნდა გამოვიწეროთ. ეს ყველაფერი გადამოწმდება. თუ ყველა წესი შესრულებული გექნებათ, საჯაროზე უნდა იყოს პოსტი გაზიარებული Facebook-ზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს თავარი წესია ერთი. თუ ყველა წესი შესრულებული გექნებათ, გადავამოწმებ, რა თქმა უნდა. თუ ყველა წესი გექნებათ შესრულებული, გადმოგეცნობ. თუ არა და სამწუხაროდ წესების თანახმად კიდევ გადავდომასწრებ. ხო. და არ დაგავიწყდეთ, რომ არხს რო გამოიწერთ, ზარის ღილაკი გააქტიუროთ. თავარი წესი. კი ბატონო. მე მგონი სწორად ახსენე. ხო, ვიდეოს მოусმინეთ ყურადღებით. იმიტომ რომ იყო რამოდენიმეჯერ შემთხვევა, რომ ყველა წესი ქონდა შესრულებული, ერთი გამაზული და მაგ ერთი წესის გამო სამწუხაროდ გადავა. არ გვინდა რომ გადავცეთ, მე არასწორი იქნება უბრალოდ შეიძლება ვინმე შეასრულა ყველა წესი და უბრალოდ ის ვერ ამოვიდა რა. ხო. და რატო უნდა დარჩეს ნაწყენი მაგის? ხო, ვიღაცა დაიჩაგრება, რომ აი მე ყველა შევასრულე და იმან არა და ის რაღაც. ხო. ამიტომ მიკერძოებული რო არ იყოს, ჯობია რომ ყველა წესი დაიცვას, კი ბატონო. ხო, ჩემი შემუშავებულია ეს წესი. ხო. არა, ზოგადად ეგრე თამაშდება YouTube-ზე, მაგრამ მე მგონი სწორია. კი ბატონო. ხო. კარგით, აბა დავიმშვიდობოთ ახლა. კიდე ერთხელ მადლობა თქვენ არხი გამოიწერეთ, მადლობა USA to Georgia-ს გვერდში დგომისთვის. კონტენტის კეთებაში. ნახვებმა სხვათა შორის 5 მილიონს გადააჭარბა. ხო, და მადლობა მაგისთვის კიდე. კი ბატონო. იმიტომ რომ 5 მილიონი ნახვა ცოტა არ არის. ხო, ესეთი მით უმეტეს ჩვენი პატარა არხისთვის. პატარა არხისთვის და ესეთი კონტენტისთვის. კი ბატონო. სპეციფიური კონტენტია გვაქვს, ეგ კი ვიცით. კი შეგიყვარდათ. მაგრამ მაგას გზნობ. კი. ხო, ნუ ახლა ნახვებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უგრძნობთ. კარგით, აბა მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ მაყურებლებო, მადლობა USA to Georgia-ს. იმისთვის რომ გვერდში გვიდგას, კონტენტის კეთებაში გვეხმარება და ასე შემდეგ. კი ბატონო და აბა შემდეგ ვიდეომდე.